ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით რთველი 2025-ის ფარგლებში ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს. ღვინის კერძო კომპანიებზე კი სუბსიდია აღარ გაიცემა. სახელმწიფო საწარმო საფერავის ჯიშის ყურძენს ლარნახევრად, რქაწითელს და სხვა ჯიშებს ლარ და 20 თეთრად, არაკონდიციურ და დაზიანებულ ყურძენს კი ერთლარად ჩაიბარებს. ყურძნის მისაღებად ემზადებიან საწარმოები. ფერმერების გარკვეული ნაწილი შეთავაზებული პირობებით კმაყოფილია. სხვა ხილი გაცილებით ძვირიღიც და მე ვენახეობა რამენაირად რომ გადარჩეს ნებისმიერი დახმარება არის სახელმწიფოსგან მისასალმებელია. ვფიქრობ სუბსიდიები საერთოდ არ უნდა იყოს საჭირო, აქ სხვა პრობლემები არის და იმ პრობლემების საფუძველზე თუ ფასებს ბაზარი დაარეგულირებს, ეს იქნება ყველაზე კარგი. რა თქმა უნდა, შარშანთან შედარებით უკეთესია ნამდვილად. თუმცა ის სხვა ხელს რო შევადაროთ, უფრო ნაკლები ღირებულება ეს ფასი. რა თქმა უნდა, ჩვენ ფერმერები უფრო მსურველები ვართ იმისა, რაც შეიძლება ძვირად გავყიდოთ. მაგრამ ეს სულთად ესე არ არის, რა თქმა უნდა. კომპანია ფაქტურად მზად არის თველის მისაღებად 20 რიცხვიდან 25 რიცხვიდან დავიწყებთ მიღებას ყურძნის. ვიღებთ 2000 ტონას დაახლოებით პლუსით. ნახევარი თეთრი, ნახევარი წითელი. ხარისხს რაც შეეხება, ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს ხარისხის გაუმჯობესებას. გვაქვს საკუთარი ვენახებიც, იქ ვიცავთ ხარისხს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფერმერებმაც უნდა მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ საერთოდ ჯამში ღვინო გქონდეს ხარისხიანი, რომ დავიმკვიდროთ თავის საერთო ბაზრებზე, რაც ყველას გვინდა ჯამში და საქმისთვის კარგი არის. და ფასები რაც არის, მე დაზიანებულს ვერ მივიღებ, მივიღებ ხარისხიან ყურძენს და ფასი თეთრებში, ხარისხიდან გამომდინარე უნდა იყოს კარგი, შესაბამისად კონდიციურიც, შაქრიანობაც შესაბამისი უნდა ქონდეს 20-21 თეთრებს, შესაბამისად წითლებს და აქედან გამომდინარე ფასი ვფიქრობ, რომ ლარი და 20 თეთრზე და ლარნახევარი წითელზე, ну შარშანად ჯამში ესე იყო.